ამ ცნობილმა ფრაზამ ქართულ რეალობაში ფორმა იცვალა. Drugs შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა სიტყვით ჩაანაცვლოთ, მაგალითად სუფთა ჰაერით. ჯერ კიდევ 60-იანებიდან მოყოლებული როკ-ვარსკვლავების ცხოვრების სტილი დრაგებს აუცილებლად მოიცავდა. თუმცა 21 საუკუნეში ისინი ნარკომანიის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან. მუშტაიდის ბაღში როკ ფესტივალი გაიმართა. აკრძალული და მავნე ნივთიერების წინააღმდეგ გასალაშქრებლად ძირითადად ძველი თაობის მუსიკოსები გაერთიანდნენ. ჩვენ დავიწყეთ საერთოდ როკი თავით დროზე 1327 წლის წინ და გადასარევი ანსამბლები იყო მაშინაც, მაგრამ დღეს სულ სხვა ანსამბლები გამოდიან. გადასარევი ჩვენ ვერ ვიძახით იმას, რომ ჩვენ რაღაც დღეს დაუკრავთ 4000 ნარკომანი თქვა გადააგდებს, მაგრამ 4000 თუ 200 ხო მაინც ხო დაინახავს რაღაცა ხო მაინც მოხდება. თუ ქართველები არიან ალქიმიკოსები, ქართველები შეიძლება ისეთი ნარკოტიკი გამოიყენონ ქვიშიდან, ნახშირიდან, მარგანეციდან და ნავთობიდან. ეს არის არ ვიცი ეს სხვა ქვეყნებში სადაც ეს ეკიდება ჩვეულებრივ ხველების წამლად აქ ესეთ ნარკოტიკად მიაჩნენ. ყველა მუსიკოსი დღეს და ყველა ხელოვანი რაღაცით ტრანკვილიზაციას განიცდის ამ ჩვენთან არ შეიძლება ეს. ჩვენთან რაღაც კრაკადილებიო, ბეგემოტებიო რაღაც. ყველა მოაზროვნა და ჯანმრთელი ადამიანი წინააღმდეგია ნარკომანიის და არაჯანსაღი ცხოვრების წესით პირველ რიგში ეგა. მეორე რიგში რა თქმა უნდა ეს არის საზეიმო ვითარება, ახალგაზრდები გამოდიან, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა ყავს. ფესტივალის მიზანს 70-იანი და 80-იანი წლების როკ მუსიკის ფანების შემოეკრიბა პრინციპში შესრულებული შეგვიძლია ვუწოდოთ. სხვათა შორის ძველი თაობის მუსიკოსებთან ერთად მუშტაიდში თავი ახალგაზრდა შემსრულებლებმა მოიყარეს. ვებსვით ნარკომანიას და არა ნარკომანებს. თავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ეს დამოკიდებულება გახლდათ. არა, drugs გააჩნია ახლა ჩემთვის პირადად ნარკოტიკი თვითონ მუსიკა, ამიტომ ასე შევცვლიდი, სექსი დარჩეს ახლა შუაში, მაგრამ ცოტა იქეთ. იყოს rock and roll, sex and rock and roll, ან თუნდაც rock and roll და კიდევ ერთხელ rock and roll. გია რომ ნარკომანიის წინააღმდეგ და არა ნარკომანებს, იმიტომ რომ ბევრს ეშლება ეს და ნარკომანებს უნდა უმკურნალოთ და ნარკომანიას ვებრძოლოთ. Sex, drugs and rock and roll ეს არის movie, ფილმი. მაგრამ ჰიპების დევიზი იყო და არის rock and roll, სიყვარული და ყვავილები. თავარი ის არის რომ თუ ადამიანი ზრუნავს თავის სულის განვითარებაზე, უნდა უსმინოს rock and rolls. და ყოველთვის ვამბობ rock and roll forever. ნებისმიერი რამეზე მიჯაჭვულობა ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. რაც შეეხება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას, შეიძლება ვიღაცისთვის როკი სწორედაც რომ აკრძალულ ნივთიერებებთან ასოცირდება და ამაში მაგალითად კურტ კობეინი დიდი სიამოვნებით დაგეთანხმებოდათ. თუმცა მუსიკის საკეთებლად ნარკოტიკი აუცილებლობად არასოდეს განიხილებოდა.